ერთ-ერთი რეგიონალური პროექტის შესახებ ვისაუბრებთ დღეს, მაგრამ დავიწყოთ ალბათ აი ამ გარბენით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემის აზრით. ეს არის, ანუ ესეთი ლოზუნგი აქვს, ერთად ვიმარჯვებთ შეცვალე დამოკიდებულება, ეს არის სპორტული გარბენი ამ დევიზით, რომელიც 7 ივნისს გაიმართება. დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის ინფორმაციით 1000-მდე ადამიანი უკვე დარეგისტრირებულია ამ გარბენის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მრავალფეროვანია და ჭრელია გარბენთა მსურველები. ეს ღონისძიება გაიმართება შაბათს 7 ივნისს 9 საათზე. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ვიდეოც მე მგონი 11 საათამდე და აი ამ პერიოდის განმავლობაში ის მარშრუტი, რომელიც მორბენალებმა უნდა დაფარონ, გარკვეული პერიოდი შეზღუდული იქნება დაახლოებით 2 საათი და ამაზეც ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან ამასთან დაკავშირებით. თავისუფლების მოედანი. აღნიშნულ ქუჩებზე მოძრაობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიზღუდება და მონაწილეთა გადაადგილებისთანავე აღდგება. ღონისძიების ორგანიზატორები ბოდიშს იხდიან საგზაო მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული უხერხულობის გამო და საზოგადოებას გულისხმიერებისკენ მოუწოდებენ. მეგობრებო, თუ გჭირდება დამატებითი ინფორმაცია, ჩვენ მულს ახლავე ჩავაგდებთ ჩვენს Facebook-ზე, facebook.com/komunikatori და დამატებითი ინფორმაცია რასაკვირველია შეგიძლიათ მიიღოთ მარშრუტის შესახებაც და გათვალეთ ისე რომ არა რა უნდა იყოს ახლა არ მგონია რომ ძალიან გრძელი გარბენი უნდა იყოს. შეგვიძლია უთხრათ საბურთალოს რაიონის გამგეობიდან მიდიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გავლით და დამოუკიდებელი განვითარება მოკლედ აი ეს მარშრუტი. თან 9-დან 11-მდე ანუ ფაქტიურად არ გადაიკეთება, პრინციპულად დიდი არავით არის შეზღუდვა არ იქნება.